მოგესალმებით, ლაგოტივი განაგრძობს მუშაობას, დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ლაგოდეხის მე-15 საარჩევნო ოლქში და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა პარტია ქართულმა ოცნებამ და მერობის კანდიდატმა, მოქმედმა მერმა ჯონდომ მდივნიშვილმა. ჩვენ გვაქვს ახლა საშუალება შემოგთავაზოთ ექსკლუზიური ინტერვიუ ლაგოდეხის მერთან, რომელიც უკვე მესამე ვადით იქნა არჩეული რაიონის მოსახლეობის მიერ ჯონდომ მდივნიშვილთან. მოგესალმებით ბატონო ჯონდო, გილოცავთ დამაჯერებლად გამარჯვებას. მოგესალმებით საღამომშვიდობის, მოხარული ვარ რომ მომეცა შესაძლებლობა ჩვენი პარტიის ქართული ოცნების მხარდაჭერით და რა თქმა უნდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ამორჩევლის უდიდესი მხარდაჭერით მესამედ ვიქნა არჩეული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერად, რა თქმა უნდა ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მიხარია ისიც რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ხედვა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს სწორი პოლიტიკა, არჩეული სწორი ვექტორი როგორც საგარეო საშინაო პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ რომ შემდეგი 4 წელი როგორც ქვეყნისათვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის იქნება განსაკუთრებულად ნაყოფიერი. რა იქნება პირველი პროექტი, რასაც განახორციელებთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში? გამომდინარე იქედან რომ ფაქტობრივად წვეტა არ მქონია, მე საარჩევნო პერიოდში არ მისარგებლე არჩევებულებით და შესაბამისად აქტიურად მუშაობდით ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც საარჩევნო მიმართულებით, ასევე მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს უკვე მიმდინარე, რომელიც დაწყებულია წელს და მომავალ წელს დასრულდება. არის ბევრი საინტერესო პროექტი, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტს აუცილებლად განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რომელიც იქნებიან ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის ასე ვთქვათ სავიზიტო ბარათი და რა თქმა უნდა მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა რომ საკუთარი ინტერესები, საკუთარი ის პოლიტიკური ნება რაც გამოხატეს იქნება გამართლებული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი თვისობრივად შეიცვლება და ძალიან ბევრი საინტერესო, საჭირო და უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდება. დიდი მადლობა, მინდა გადაგიხადოთ ექსკლუზიური ინტერვიუსთვის. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ესეთი დამაჯერებელი გამარჯვება და გისურვოთ წარმატებები. წარმატებები თქვენს და ჩვენს მუნიციპალიტეტს.